ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა. უკვე ცნობილია, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდება. ცოტა ხნის წინ კი განისაზღვრა თარიღი და პროცედურები. ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრმა დავით ნარმანიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ. ზაზა ჭელიძე ხა სატელეფონო ხაზია, რომელიც უფრო დეტალურად ისაუბრებს აღნიშნული პროცედურების შესახებ. ბატონო ზაზა, გამარჯობათ. გამარჯობა თქმის რადიოს მსმენელს. მადლობთ, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო ზაზა, ცნობილია უკვე, რომ 2014 წელს ჩატარდება ეს აღწერა მოსახლეობის საყოველთაო, თუმცა განისაზღვრა თუ არა კონკრეტული თარიღი და რაც თავარია პროცედურები, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? თარიღი განსაზღვრულია შესაბამისად თარობის მიერ დამტკიცებული აღწერის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. განისაზღვრა მოსახლეობის აღწერის ანუ მონაცემების შეგროვების ორკვირი პერიოდი, ეს არის 2014 წლის 4 ნოემბრის ან ღამის 12:05 ნოემბრის დილიდან 19 ნოემბრის ჩათვლით. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში მოხდება მოსახლეობიდან ძირითადი მონაცემების მოგროვება რეგიონის საფუძველზე შესაბამისად შემოქმედებით დავითვით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა. პროცედურები, ანუ ორ კვირაში შესაძლებელია სრულად მოხდეს მოსახლეობის აღწერა. როგორ ხდება? ანუ სტატისტიკის სამსახური ახორციელებს ამას თუ სხვა უწყებაც ერთვება? ეს უფრო დეტალურად რო ვკითხო. ეს თავიდან ბოლომდე ამას ყველაფერს ახორციელებს სტატისტიკის სამსახური პროცესის მართვას და შესაბამისად პროცესის წარმართვასაც ამას ბუნებრივია მთავრობა და შესაბამისად მთავრობის მიერ შექმნილი სამთავრობო კომისია უწევს გარკვეულ ხელმძღვანელობასაც, ზედამხედველობასაც და ბუნებრივია მხარდაჭერასაც იქიდან გამომდინარე, რომ სამთავრობო სტრუქტურების და არამარტო სამთავრობო სტრუქტურების რესურსების მობილიზების გარეშე შეუძლებელია იქნება თითოეულ ოჯახში ვიმეორებს კარდაკარის პრინციპით მოხდება. ბუნებრივია კარდაკარის პრინციპით იქნება, ჩვენ გვექნება ორი ეტაპი. პირველი ეტაპი იქნება წელს განმავლობაში, როცა ჩვენ ავხსნებთ შენობებს და კონკრეტულად ოჯახებს. შემდეგ წელს უკვე 2014 წელს უკვე ოჯახებში ადამიანების რაოდენობას და კონკრეტულად მონაცემები გამოქვეყნდება დემოგრაფიულ წრეში, რელიგიურ, ეთნიკურ წრეში, გარდა ამისა ამას მიეძღვნება სასოფლო-სამეურნეობათა აღწერა და გვექნება ინფორმაცია მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. გარდა ამისა ვფიქრობთ, რომ ამას დაემატოს დასაქმების კომპონენტი, მიგრაციის კომპონენტი, რომ კონკრეტულად დავითვალოთ სუსტად რამდენი ვარ და რამდენი წარმოადგენს. და ბოლოს როდის ჩატარდა აღწერა საქართველოში? რამდენი წელია რაც არ ჩატარებულა? ბოლო აღწერა ჩატარდა 2002 წელს, რომელიც იყო დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში პირველი აღწერა. 2002 წლის შემდეგ უკვე ბუნებრივია ძალიან დიდი დროა იქნება 2014 წლისთვის და ბუნებრივია ეს გაეროს რეკომენდაციაც არის, რომ ყველა ქვეყანამ 10 წლიანი ინტერვალით უნდა ჩაატაროს მოსახლეობის აღწერა, მათ შორის განვითარებულმა ქვეყნებად, იმიტომ რომ წლიდან წლამდე მოსახლეობის ეს ბიუჯეტიდან დაფინანსდება ბატონ ზაზა და რა დაჯდება თუ არის დათვლილი უკვე? დაახლოებითი ბიუჯეტი ამის თქვა დღეიდან განშედით არის 18 მილიონი, თუმცა ძალიან დიდი თანხები უკვე დახარჯულია, იქიდან გამომდინარე რომ სამსტატი უკვე დიდი ხანია და შესაბამისად სტატისტიკის დეპარტამენტი დიდი ხანია ამისთვის ემზადება. დღეიდან უკვე ბიუჯეტი არის 18 მილიონი ლარი. შესაბამისად მთელი ბიუჯეტის დაახლოებით 80% ოდის ხელფასებზე, რომელიც ჩვენ უნდა გადავხადოთ დაახლოებით 18,000 პერსონალს, რომელიც დაქირავებული იქნება საფსტატის მიერ აღწერის პროცესში. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, მასშტაბზე მომავალი წლის ნოემბერში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდება. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. და დღეს კიდევ ერთი მთავარი თემა დღეისათვის დაგეგმილია ბუნებრივი რესურსების კომისიის ხდომა, სადაც მინერალურ წყალზე მოსაკრებლის გაზდის საკითხი განიხილება. კომპანიები უკვე გამოეხმაურნენ მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს გავესაუბროთ კომპანია ID ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერს ნიცა ჩოლოყაშვილს. ნიცა, გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ნიცა, თქვენ პოზიცია უკვე ოფიციალური განცხადებით დააფიქსირეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ალბათ საინტერესოა ჩვენ რადიო მსმენელისთვის, რატომ გონიათ, რომ თუ მოსაკრებელი გაიზრდება, ეს თავისთავად გამოიწვევს მინერალურ წყალზე ფასების და ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ შესწავლილი აქვს, დათვლილი აქვს უკვე ყველაფერი და სერიოზულ ცვლილებას არ გამოიწევს. მე მხოლოდ შემიძლია გავიმეორო ის განცხადება, რაც განცხადებას ჩვენ გუშინ გავაკეთეთ.
ჩვენ პირდაპირ აპელირება არ გავკეთებია ფასების დაზე, თუმცა შედეგი არის მოსალოდნელი. ჩვენ უარყოფით პოზიციას ვაფიქსირებთ მთავრობის იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ბუნებრივ რესურსთა მოსაკრებლის სამჯერ გაზრდის ინიცირებას გულისხმობს, რადგან გონია, რომ მოსაკრებლის გაძვირება უარყოფითად აისახება ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი მინერალური წყლის ბორჯომის კონკურენტუნარიანობაზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის, უკრაინის და სხვა საექსპორტო ბაზრებზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბორჯომი მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება დღესდღეობით, ანუ ექსპორტზე გადის 40 ქვეყანაში. აქედან დიდი წილი DSC ქვეყნებს უკავია, უჭირავს და ყველა DSC ქვეყანაში საერთოდ წარმოდგენილი ჩვენი ბრენდი არის ნომერ პირველი ბრენდი იმპორტირებული წყლის სეგმენტში. სხვათა შორის ეს პოზიციები რომ მოგუპოვებინა ჩვენი ძალიან სერიოზული ინვესტიციები განვახორციელეთ, ჩვენ ძალიან დიდი ადამიანური და ფუადი ასე ვთქვათ რესურსი დავხარჯეთ და ძალიან არ გვინდა რომ ეს პროცესები დავკარგოთ, მაგრამ ნუ ვფიქრობთ რომ ეს მოსაკრებლის გაზრდა აისახება ჩვენს კონკურენტუნარიანობაზე. ბაზარი ძალიან სენსიტიურია როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც და მით უფრო სენსიტიურია ფასების მიმართ. ჩაგეკითხები თუ შეიძლება, ანუ კონკურენტუნარიანობაზე აისახება შესაბამისად, იმიტომ რომ მოგიწევთ ფასის გაზრდა, ხო, გამომდინარე აქედან. ალბათ აქამდეც მივაქვს, დიახ, რა თქმა უნდა და სენსიტიურია ვიმეორებ კიდე ძალიან სენსიტიურია წყლის კატეგორიაში მომხმარებელი ფასების ზრდა ძალიან განიცდის, ასე ვთქვათ, მძაფრად განიცდის ხოლმე. თქვენი კომპანია იღებს თუ არა დღეს მონაწილეობას ამ კომისიის ხდომაში? მე ამ კითხვაზე პასუხს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ გამიკვევია ეს საკითხი. გასაგებია. მადლობა, ნიცა ჩოლოყაშვილი, ID ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე აქვე გეტყვით, რომ დღეისათვის დაგეგმილია ბუნებრივი რესურსების კომისიის ხდომა, სადაც მინერალურ წყალზე მოსაკრებლის სამჯერ გაზრდის საკითხი უნდა განიხილონ. თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი ხდომა, ამას უკვე ჩვენ მომდევნო გადაცემებიდან შეიტყოთ. ამ დროისთვის სულ ეს იყო ბიზნესსა და ეკონომიკის სიახლეებით. უკვე ეკონომიქსი რადიო იმედის ეთერს დაუბრუნდება 16 საათსა და 15 წუთზე. თქვენ კი დარჩით რადიო იმედის ტალღაზე, წინ უამრავი საინტერესო ინფორმაცია გელოდებათ. მე ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.